პოლიტიკური ვამპირიზმის შესახებ და განეთაბა. ეს პოლიტიკური ზოგადად ვამპირიზმი რა არის? სისხლი წყურია და ვერ იკავებ თავს რა. და რატომ უნდა რევოლუცია? აი, წინ არჩევნებმა აჩვენეს, რომ შეეძლოთ რაღაც პროცენტი, მნიშვნელოვანი პროცენტი, თუ გაერთიანდებოდნენ უფრო მეტი აიღოთ. მაგრამ რატომ არ გავენ? იმიტომ რომ ესეთი არჩევნების ცვლილებებით მოსული თუ მოვლენ, მათ არ ექნებათ ვამპირიზმის შანსი. აი რევოლუციის შემთხვევაში მათ ექნებათ რომ კონკრეტული სისხლი დაღვარონ. ხო, აბაროტია და ეს სისხლი უნდა. ეხლა როდესაც შენ ხარ პოლიტიკური ნეკროფილი და ვამპირი, შენთვის სურვილები ძალიან ვიწროვდება. შენ გინდა მოწინააღმდეგის სისხლის დალევა. ყველაფრის ფასი. სულ ერთია ვინ არის ის მოწინააღმდეგე? ხო და რასთავარი ეს ვნება, პოლიტიკური ვამპირიზმის ვნება, არ გაძლევს იმის საშუალებას, რომ ხანგრძლივი სტრატეგია გქონდეს. ამიტომ შენ გინდა ეხლა და ამ წამს რევოლუცია, ეხლა და ამ წამს სისხლი და ამიტომ არის რომ მათი კონსტიტუცია რა იყო? გინდა ქვედა ისე ახალგაზრდა და გინდა პროფესორი ადამიანის, ხო, რომ სისხლი რომ დაღვრილიყო, ადამიანი რომ მომკვდარიყო, უკეთესი იქნებოდა და მართლა შეიძლება რევოლუცია მოხდარიყო. აი ეს სისხლის დაღვრვის წყურვილი, ეს არის პოლიტიკური ვამპირიზმის ერთ-ერთი ნაწილი რა. ესა პოლიტიკური ნეკროფილია, მე ამას კი ბატონო. ყველა ხო ხელი მოაწერა იმაზე რომ ვთქვათ იქ უბედურება მოხდარიყო. სიგიჟეზე. იქ ხო სისხლიან სიგიჟეზე. მათთვის ჩვენ ხო ვართ არაპოლიტიკური ოპონენტები, არამედ მტრები ჩვეულებრივად გვეუბნებიან რომ თქვენ ხართ მტრები. შესაბამისად როგორც მტრებსაც ისიც მოგვიქცევიან, არანაირი პრობლემა არ არის.